სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენებას გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. წმინდა მოციქული ანდრია და მეფე ვახტანგ გორგასალი ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანებია, რადგან ანდრია მოციქულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ. აი ამიტომ იწოდება ჩვენი ეკლესია სამოციქულო ეკლესიად, რომ ჩვენთან იქადაგა წმინდა ანდრიამ მოციქულმა და მასთან ერთად ასევე სხვა მოციქულებმაც. წმინდა ანდრია პირველწოდებული იყო ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე უფალ იესო ქრისტესი. ახალი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც ჩვენ ვხედავთ სახარებიდან, მაცხოვრის გვერდით არის ანდრია მოციქული და მისი ძმა პეტრე, ასევე იაკობი და იოანე მოციქულები. აი ამ 4 მოციქულს წმინდა სახარება რაღაცნაირად გამოარჩევს უფრო მეტად დანარჩენი 12-ისგან. წმინდა ანდრია მოციქულს განსაკუთრებული მისია ერგო წილად. თქვენ იცით, მან იქადაგა მრავალ ქვეყანაში, საბერძნეთში, მცირე აზიის ქვეყნებში და შემდეგ მოაშურა საქართველოს, შემოვიდა დიდაჭარიდან და საქართველოს მრავალ კუთხეში იქადაგა, აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააგო და მოაწყო ტაძრები, დაადგინა საღვთისმსახურო წესგანგება. აი ამიტომ ეს დიდი მოციქული და ამავე დროს დიდი მოწამეც არის ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველი და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ერს ისტორიის მანძილზე წილად ერგო ამდენი განსაცდელი, ტანჯვა, დევნა და შევიწროება. არ არსებობს ისეთი მეორე ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი ადამიანი ეწამა, როგორც საქართველოში. და ეს არის ნიშანი ღვთისგან, რომ უფალი ჩვენ მოგვიწოდებს მისი ერთგულებისკენ, რომ ვიყოთ მისი ერთგულები, მისი ეკლესიის ერთგულები, სიკვდილამდეც კი. და თუ ეს საჭირო გახდება, გავიმეოროთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლი. ხოლო ეკლესიისთვის მშვიდობიან პერიოდში მოთფინებით, სიმდაბლით გადავიტანოთ ის განსაცდელები, რომლებიც წილად გვერგება. ამისთვის საჭიროა სულიერი სიმტკიცე და განსჯის უნარი. ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება განსჯის და გარჩევის უნარი. და ამიტომ დღეს განსაკუთრებით გვართებს გავიხსენოთ წმინდა ანდრია მოციქულის ღვაწლი და ვევედროთ მას შეგვეწიოს ამ თვისებების მოპოვებაში. უფალმა დაიფაროს ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი მისი ლოცვით და მოგცეს იმის გაგება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენი დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის მანძილზე საუკუნეების განმავლობაში.
და ძალიან მცირეა ის მწუხარებები ჩვენი იმ მწუხარებებთან შედარებით, რაც გადაიტანეს, რაც დაითმინეს მოწამეებმა, აღსარებლებმა. უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, შეგვეციოს ჩვენი ერი, სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით, მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა, დაწყებული წმინდა ანდრია პირველწოდებულით, სიმონ კანანელით, მატათათი, მათგან მოყოლებული მოწამეებით, ესენი იყვნენ ასევე აღსარებლები, მეფეები, დედოფლები, ჩვენი პატრიარქები, სხვა სასულიერო თუ საერო პირები, რომლებმაც დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებაში და ისტორიულ მეხსიერებაში და ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა. მე მინდა თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მიულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. იგი გახლავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის 60 ქულო ღვაწლის გამგრძელებელი დღეს და ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ მისი ეს დიდი მსახურება ნამდვილად 60 ქულოა და ნაყოფები მისი მსახურების არის 60 ქულო და ჩვენ შვილებრივი სიყვარულით დღეს მას ვმადლობთ ამისთვის და ვულოცავთ უფალმა ინებოს მისი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის მე-40 დღე მიტროპოლიტ სერაფიმეს გარდაცვალებიდან. ჩვენ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა შეუნდოს მას ყოველნი შეწოდებანი მისნი და სასუფეველსაც ათასა გაამკვიდროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა პეტრე კათოლიკოსის ლოცვით გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.